გამარჯობა. Benchmade-ის ანთემი მინდა გაგიზიაროთ, გასალესად არის მოტანილი პირველად გვაქვს სახელოსნოში. სანამ Benchmade-ზე გადავალ, მანამდე კიდევ რამდენიმე დანა არის სახელოსნოში, გასალესად საინტერესო და პარემ მაგასაც მოვახვდებთ კადრში. პირველი, SOG-ის Ultra XR-ზე მინდა ვისაუბრო, ვისაც ესეთი თხელი დანები მოგწონთ. აი ბლოკნოტშიც თავისუფლად ჩაიდება, საფულეში ჩაიდება, აი პასტაზე უფრო თხელი გამოდის ესა, მინახავს ბლოკნოტებში ვუდებთ ხოლმე, თქვათ ინჟინრები არიან, რაღაც ხელოსნები არიან, ასე შემდეგ. ბლოკნოტში ვუდებთ და ძალიან კარგი პრაქტიკული დანა არის, უმსუბუქესი და აბსოლუტურად ფუნქციური და გამართული დანა არის, ანუ ხელში უკვე კარგად ჩდება და ისეთი არის, რომ სამუშაოდაც კარგი არის. დანის პირის ზომიდან გამომდინარე და წონიდან გამომდინარე მექანიკა ძალიან კარგი აქვს, აი ძალიან კარგად იკეტება, მოკლედ აუცილებლად ვისაც თხელი ეს card knife-ები მოგწონთ, აი მოდელს მივაქცევდი ყურადღებას. კარგი არის რომ მომიტანეს სახელოსნოში გასალესად და ადრე გქონდა ხოლმე ჩვენც ეს მოდელი. მე რომ გაიყიდა, ნუ აღარ ამომივარდა თავიდან და кай ხანი აღარ ქონე და ჩამოვიდან ამას აუცილებლად. მოდი კრისრიფსაც გაგიზიარებთ, უნუმზანი გადალესილი არის. ხელით გაილესა. არ ვიცი კადრში როგორ გამოჩნდება. ნუ ლამაზი არის. ცოტა გაწმენდა ჭირს ხოლმე პოლირებულის. მე გავაპრიალებ კარგად ნაჭრით. კაი, მოკლედ ეს წასაღები არის. ეს შემდეგი გვაქვს Spartan Blades-ი. ეს ხოთაშორის არ გამილესობს. ეს მოდელი საქართველოში დიდად პოპულარული არ არის. ნუ რა გითხრათ, ცოტა კრისრივის ფილოსოფიის არის ჩემთვის. ესეთი მასიური საყელურებზე არის შიგნით, არ ვიცი თუ გამოჩნდება, აი იგივენაირად ეს ღერძის ესეთი მასიური არის ტიტანი, ესეთი მუშა სამუდამო დანათ, მაგრამ ნუ მაინც ალბათ პირველი შეყვარება კრისრივი იყო და ამისაკენ ისე არ მაქვს ემოცია, თუმცა ნამდვილად კარგი დანები არის და ყურადღებას ამასაც მივაქცევდი. ძალიან ლამაზ ვერსიებს აკეთებენ. Spartan Blades-ი, აი პატარა დაზიანება აქვს პირზე დანარტყამი არის რაღაცაზე, ამასაც გავლავლისოთ, გამოვასწორეთ. კიდევ პირველი მოდელი არის, რაც გვაქვს სახელოსნოში Sparrow Knives, ვინც კარგად არის ჩახედული დანებში, შეიძლება შეგხვედრიათ ეს ბრენდი, ამერიკელები არიან, მოკლედ ახლა ვისაც გიზიარებთ. Strix-ი ძალიან მაღალი ხარისხის დანა არის. ნუ იგრძნობა რომ თქვათ აი რაღაც კატეგორიის დანებზე ერთი თავით მაღლა დგას. მექანიკა იქნება ჩამკეტი, იქნება ხმა, მოძრაობა, ეს ყველაფერი იგრძნება რომ ძალიან საინტერესო დანა არის და აუცილებლად ამ მოდელსაც მივაქცევდი ყურადღებას, ვისაც ცოტა განსხვავებული დანები გიზიდავთ და თქვათ გინდათ რომ ცოტათი უფრო გამორჩეული განსხვავებული დანა გქონდეთ. ამერიკელი არის ესეც მაღალი დონის სხვადასხვა ვერსიები არის ამ მოდელის, Strix-ი არის მოდელი და ამასაც გადავხედავდი. ნუ Roosevelt-ი პირადი კოლექცია არის, ამასაც გაგიზიარებთ. გავიმართლა ესეთი საინტერესო ქართველებს გიყვარს ესეთი ნომრები და ესე დაემთხვა რომ ესეთი საინტერესო ნომრით შემხვდა. Roosevelt-ი გვაქვს და მოდი გადავიდეთ ახლა უკვე Benchmade-ზე. როგორ გაგვიგრძელდეს ძალიან. მე მგონი 8 წლის წინ გამოუშვეს ეს მოდელი და დიდი ხანი არ უშვებდნენ. მალევე ამოიღეს, ალბათ უფრო რაღაც საჩვენებელი იყო, რომ თქვათ Benchmade-მაც გააკეთა ტიტანის ინტეგრალი არის. ესეთი საინტერესო ინტეგრალია გააკეთეს, პირველი ინტეგრალი არის Benchmade-ის, კლიპსაც ესეთი ფრეზირებული, ლამაზი და მე ვერ ვიხსენებ ახლა ეს Axis Log-ზე ინტეგრალებს, ან Benchmade-ს ეს აქვს გაკეთებული, სხვა შემთხვევაში აი აქ აქვს ხოლმე ზამბარები, თუმცა ინტეგრალის შემთხვევაში ესეთი გადაწყვეტა მიიღეს, რომ ეს ძალიან ლამაზად აი ორი ვინტი ჩასვეს და აქედან აწყეს. პირით სხვა Benchmade-ებისგან განსხვავებით, ბევრად უფრო სუფთად და ლამაზად არის. ნუ მოკლედ მე Benchmade-ის გულშემატკივარი ვარ, ბევრი კოლექციონერი არის საქართველოში Benchmade-ის, რომელიც მარტო Benchmade-ებს აგროვებენ, აი ფიქრობ რომ ეს ყველასათვის საინტერესო დანა იქნება და პირველად მაქვს სახელოსნოში. ერთადერთი რასაც უწუნებენ ხოლმე ამ დანას, ნუ პირველი ის რომ შიგნით საკისრებზე არის, რომელსაც დამცავი არ აქვს ტიტანისაგან, ანუ ტიტანი თვითონ რბილი არის შედარებით და მუშაობაში საკისარმა თქვათ რომ ცვეთა რომ დაიწყოს ტიტანმა, ხო, ნუ მაგას ვეღარაფერს ვეღარ უშველი. ერთადერთი ეგ არის, რომელიც ალბათ დიდი მინუსი არის. ნუ ამ შემთხვევაში საკოლექციოდ
ძალიან მაგარი ნივთი არის, ძალიან იშვიათი benchmade-ი, ძალიან ლამაზი და ძალიან კაი შესრულებით, ფასიც ადეკვატური ქონა დღესდღეობით წუწუნებთ ხოლმე დანების მოყვარულები, რომ benchmade-ები ცოტა რაღაცა overpriced არის. ნუ თავის დროზე ალბათ მეორად ბაზარზე $350 ფარგლებში იყო, მაგრამ მაშინ კურსიც სხვა იქნებოდა, ეხლა ინფლაცია არის. $500 ფარგლებში ღირდა 7 წლის უკან, 8 წლის უკან. ნუ დღესდღეობით ცოტა გაძვირებული არის კოლექციონერებში უკვე სხვანაირად დაფასდა, რომ გაჭირდა შოვნა, თუმცა ნუ რაც არის ეგ არის. სიამოვნებით გამოვიყენებდი ამ დანასაც, პოლიციელები ბევრი არიან, მოყვარულები, გამომწერები, ალბათ გვიყურებენ კიდევაც, ვისაც აქვს საშუალება, ნუ ერთადერთი ამ დანის შემთხვევაში გამოყენებას თუ გადავწყვეტი, თუ ვინმეს აქვს სურვილი რომ მსგავსი დანები გამოიყენოს, აი ეს ალბათ საკისრებს გადავაკეთებდი საყელურებზე და საყელურებზე უფრო მუშა იქნებოდა, რო ვთქვათ, ტიტანი არ დამუშავებული იყო და მე სერვისი რაღაცა განსაკუთრებული ჩარევა არ დაჭირდეს. აი მეგობრებო, მოკლედ ძალიან იშვიათად ვხდებ ხოლმე დანების ესე ვიდეოებს ამ გვერდზე. ნახოთ შევეცდები თუ გამომითავისუფლებად, რომ საინტერესო დანებს გაგიზიარებთ ხოლმე კიდევ. კეთილი, მადლობა ყურადღებისთვის.